ხდება ამისი. ბოლო პერიოდში ადგილი აქვს ერთ-ერთი კანონის განხილვას პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სტოლებზე. ეს არის ანტიდისკრიმინაციული კანონი და ამ კანონის შესახებ განსაკუთრებული ვნებათა ხელვა ატეხილი. რა თქმა უნდა, ეს ეკლესიას ეხება, მართლმადიდებელ ერს ეხება და ამიტომაც ეკლესიამ თავის პოზიცია თქვა, ცნობილია ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ილია მეორის პოზიცია, ჩვენი ეპისკოპატის პოზიცია. იქ საუბარია იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული სექსუალური უმცირესობები უნდა გათანაბრდნენ ეროვნულ თუ რელიგიურ თუ სხვადასხვა უმცირესობებთან და ამ ეგრეთ წოდებულ სექსუალურ უმცირესობებს, ანუ LGBT პირებს უნდა ქონდეთ იმისი უფლება, რომ ისინი იკავებდნენ თანამდებობებს ისეთ საკვანძო და მნიშვნელოვან დაწესებულებებში, თუნდაც როგორიც არის სკოლა და საბავშვო ბაღი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ეკლესია თავის პოზიციას აფიქსირებს და ჩვენ დღეს აი აქედან მაცხოვრის წმინდა საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის მომლოდინე მდგომარეობაში აქედან კიდევ ერთხელ შევახსენებთ და ვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას, პარლამენტარებს, რომ ამ კანონის ასეთი სახით მიღება არ უნდა მოხდეს. ეს იქნება შეურაცხყოფა იმ სწავლებისა და ტრადიციისა, რომელიც აქვს ამ ეკლესიას და რომელიც აქვს ამ ერს და აუცილებლად ეს გამოიწვევს შეხლა-შემოხლას ერში. რომ აღარ შევიდეთ კონკრეტულ პუნქტობრივ და მუხლობრივ განაჯაში, რომელიც შეგვიძლია, მაგრამ აქ არ არის ამისი საშუალება და ადგილი. უბრალოდ ჩვენ ვთხოვთ იმ ადამიანებს, კანონმდებლებს, რომელთაც ხელეწიფებათ, რომ ეს კანონი მოიყვანონ შესაბამისობაში ქართულ და ქრისტიანულ სინამდვილესთან. თუკი ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ უმცირესობების უფლებების დაცვაზე და ეს მხოლოდ უფლებების დაცვა არ არის, ეს არის მათი ჭარბი უფლებების მიცემა და ჩვენ გაგვიჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილების იმ პედაგოგებთან ან იმ სკოლის დირექტორებთან ემბარება, რომლებიც ასეთი ცხოვრების წესით იცხოვრებენ, რომელზე დიდი სიბილწეც არ არსებობს სამყაროში. ეს ბიბლიაში წერია და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რაც შეეხება ერთადერთი სქესის ადამიანების ერთად ყოფნას და ბილწ ურთიერთობას, არც ერთი სხვა ცოდვის და ცოდვების გამო ისი არ დაუსჯია ადამიანი უფალს, როგორც ამ ცოდვების გამო დაისაჯნენ ადამიანები გოგირდის, წვიმით და ცეცხლით და წვიმით. ასე რომ კიდევ ერთხელ აქედანაც ჩვენს ვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება იმ სახით, როგორიც არის დღეს წარმოდგენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაპირისპირება გარდაუვალი იქნება საზოგადოებაში. ვისი სურვილი არ უნდა იყოს. ამდენადაც ჩვენ ვიცით, ამ ყველაფერს ყავს თავისი ინიციატორები და ეს ინიციატორები საქართველოში არ არიან. მის ფარგლებს გარეთ არიან, რომლებიც ფაქტობრივად თავს გვახვევენ ამ კანონს. არავით არის ევროკავშირის და არავით არის სხვა რომელიმე ორგანიზაციის პრინციპებით საკუთარი სარწმუნოების და საკუთარი ეროვნული ტრადიციების ნიველირება არ უნდა მოხდეს. ახლა